მე ვარ ლაშა გელაშვილი, დავამთავრე ეკოლოგიური ეკონომიური ინსტიტუტი. ვარ ნონა სიჭინავა, სწავლობ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. დღეს ვაპირებ, რომ წინა გაჭედვისგან განსხვავებით ვიყო უფრო აქტიური, უფრო მოძრავი. ჩემი თამაშის ტაქტიკა წინასწარ შემუშავებული არ მქონია, იყო საკმაოდ ჩვეულებრივი და ექსპრომტული და ვფიქრობ, რომ არანაკლებ საინტერესო იქნება. ლაშა. სასიამოვნო. რომელზე მიდიოდით? მე პირველზე. პირველზე? აი იმიტომ გაიჭედა რა. რატო? მე ბოლოზე მივდიოდი. შეეჯახა ერთმანეთს. რაღაც რო შემოვედი აი ამ ხელა იყო და რაღაც რო შეეჯახა მოგონი გაერთიანდა. შეეჯახა? ხო, აბა მე პირველზე მივდიოდი და შენ კიდე მაღლა მიდიოდი და ეს როგორ მოხდა? აი უეჭველი მაგითო გაიჭედა რა. ხო. მოდი ახლა იცი რა ვქნათ? შენ ახტი და რა ვქნა მე? არა, იქნები დაიძრას რა. და შენ ჩამოხტი. არა, მე ვიდგები, თუ ჩემი წონა მოწონს, ესე იგი წავა, შენ თუ ახტები. ჩემი წონა. თუ და პირიქით. კაი, ოკეი. ორი ვახტეთ არ გინდა? ვაფშე არ წავა. რატო არ წავა? ეგრეა და იმიტომ, ცარიელი წონა საწავა აბა. მაშინ ორივე ჩავიკუსოთ. უფრო დავამძიმებთ? ხო. დავაი. არა, ცოტა ისე ჩაიკოზე ახლა რაღაცა ქუჩაში და ძიმეთ. ცოტა ეს რაღაცნე. რა შეიძლება? ჩაჯეკი. ძიმეთ. არა, არაფერს არ შვება. თეონები ახტი რა. მოგვიწევს ისე ვაგჯდომ, არა უშავს. აი ესე მე შენთან მძიმე ვარ. მე რო ვახტე ამას თავს ავარტყავ, ხო იცი და სულად დასრულდება ჩემი ცხოვრების. აჰა. არა. უფრო მაღლა რო ახტე არ გინდა? აი უფრო მაღლა რო ახტე ამაში გავჭხირავ თავს. მეც ეგ მინდა. რატო წახვარ? არა, პირდაპირ გაგიშვებენ. დაი, მიდი მართლა. მაიცა გაიმას გავუსწორდები და ისე ახტები, ხო? კაი, ოკეი. არა, ხო. არა. ესე იგი არ უჯერებ ხარ. შეკიმწირავ, მაგრამ ჩემ თავს არ გავწირავ. ცოტა ხანში ვნახოთ ახლა გაგწირავ თუ როგორი აღმოჩნდები ვნახოთ რა. გაჭედილ ხარ ლიფტში? კი, სხვათა შორის საკმაოდ კარგია. ისე რა კაია რა? გარეთ გაჭედილ ხარ? რამდენჯერაც გინდა? მართლა, ბოლოს ვისთან გაიჭედე? კარგი ადამიანი იყო? თუ მარტო გაიჭედე? მე სულ მარტო ვიჭედები. სულ მარტო, რატო ეგრე? მარტო დადიხარ. აი სახში რომ მივდიოდი ხოლმე? მარტო როგორ შეხვედი ლიფტში? რა სიზავე, ხა პატარა ბავშვს არაფრის არ ეშინია, ხო იცი? პატარა? ვაი, მე რამდენი წლის ხარ? ეხლა ადრე გაიჭედე. მე გავნები, ეხლა თუ გაჭედი ხარ თვალბოლა. ეხლა არა. თუ შენთან ლიფტი არ მუშაობს? არა, უკვე ჩემ წონას უკვე მაგრად ეგუება და მიყავს რა. ისე რა საჭირო ლიფტი საერთოდ? ლიფტი? ზარმაცობა. ერთი კაი გადაადგილების საშუალებაა. გადაადგილების კი არის ზარმაცის საშუალებაა ჩემი აზრით. არა, მე სადოთ ფეხით სიარული მიყვარს ძალიან. კი. თები და რაღაც ეგრე ლაშქრობები? ისე ამ ბოლო დროს დავიწყე ისევ ლიფტში შესვლა, თორე მანამდე მეცხრეზე რო ვიყავი ასასვლელი სულ ფეხით ავდიოდი. მეცხრეზე ცხოვრობ? ჩემი ძმაკაცები ლიფტით, მე ფეხით. მეცხრეზე ცხოვრობ? არა, მეცხრეზე არა. მე სადაც ცხოვრობ, ლიფტი არ არის. ასე რომ ხო ხედავ, რა ჯამთელი ვიქნები? ჯანსაღი ადამიანი. ჯამრთელი ადამიანი ხარ. არა, მაგით მე ვერ დავიკვეხნე, იმიტომ რომ დიდი ეს ხეცარიელი დადიხარ ხოლმე სულ? რა უნდა წამოვიდე? პაპკა რამე ის რაღაცა ზოგჯერ არა? არა. რატომე? აბა გაიხსენე ერთი აბა. რა გავიხსენე? შენი ბოლო გაჭედვა. ჩემი ბოლო გაჭედვა? გაჭედვა კარგი. არა, ხო, კარგია. კარგი იყო სხვათა შორის. ისე გოწყნარდებოდი ხოლმე. ცოტა სკლეროზი მოაწუხებს, რაღაცები არ მახსოვს ხოლმე, მაგრამ აი მართლა კარგად დამახსოვრდა, მართლა მაგარი იყო. მართლა? ვერაფერს იტყვი. ეხლა იცი რა? ხო. რა და რაღაცა უნდა გავაკეთო. არა, შენ მაგაზე არ ენერგიულო აქ, მოწყენილობის აურას ვერა ხო? ვერ შექმნი. ვერ შექმნი კი რა შეიქნება. ვერც მე, მაგრამ უბრალოდ აი ეს იწვევს ჩემში როგორ ასოციაციას, იცი? ამის ჭამა მინდება რა. მართლა? აი წარმოვიდგინე ეს შავი არა. არა, აი წარმოვიდგინე ეს შავი არა აქვს რა. და რა არის? კევი? ბაბოლი. არა. ყვითელი ჩიტიზე თუ გიჭამია. ჩიტის რძე კი ადრე ოღონდ, ეხლა არა. ხო, ეხლა თეთრებია უფრო. აი ამის მოჭამა მინდა რა.
ეს წითელი აშკარად. ეს ორი უეჭველი ბრაზილიის ფანია. და ამან კიდე დაკარგა ხალხი თორე იტალიის ფანი იქნებოდა. ეს უკვე გერმანია. აშკარად ხო. პირველმა შავფერმა всё რა. მეორეები მაგრამ ორი ფეხბურთს. კი, მის ბალეშიკოვს. სამწუხაროდ. ვაიმე, ვინ გამოვარდა? ბრაზილია? მართლა? აბა არგენტინა. აი, მე გილოცა. მე იტალიას ბალეშიკოვ. მილოცავ კი არა, დამჩაგრე არა. დამჩაგრე, ეგეთო სამრავალი გენაცვალე. მე ფინალში ვარ, რომელია ხა თუ არ გავედით ჩემპიონი. ამაგრები არიან ძალიან მაგრები. მაგათი ცისკარა დედავატირე მე რა. ოჰ, ნუ იგი. იმინაცის არ ვიგინები, ხა ეს რა გინები. ძალიან ბრაზილია როგორ გამოვარდა? ჯერა შე რო გამოვარდა. არავისაც არ ჯერა რა. ვაფშე მე ფეხბურთს აღარ მჯერა რა. რატო? უყურებ როგორც სპექტაკლს, ოღონდ გაყიდულს. პრინციპში ეგრეა. ისე არ ეყო 5 ჯერ გავიდნენ უკვე. თუ რაღაც ეგ. წარმოიდგინე რა, 119 წუთი და უცბად 119-ზე გოლს უშვებს და 121-ზე კიდე გოლს უშვებს. ნუ კაი, მეორე გოლი, კაი, ჯანდაბა. ამდენი ხანი მუდმა გოლი არ გაუშვას და 119-ზე გოლი გაუშვას. მე რა, ვერ გავიგე, იმ წუთას გაუმართლად და იმ წუთას. ო, ცისკარა მეთქი გეუბნები. მაგრები არიან ძალიან მართლა. შენ ცისკარა სასწავლმოქმედი ბრინჯი თუ გინახია? არა. არა. ცისკარა. გადაყლაპავდა იმა? არა, კაცო. არა. სასწავლმოქმედია. სწავლობ სადმე? არა, რაღაცას ჩემი სწავლაა რაღაც. ოი, შენ ხო სწავლობ სახლში. დაბერდი უკვე? მეტყობა რამე? არა, ახალგაზრდად გამოიყურები, მაგრამ რაღაცა მაინც მივხვდი რომ დიდი ხარ. მივხვდი რომ დიდი ვარ? გზედა რაღაც 90 წლამდე ხო? თუ შეიძლება? ალო. ო. ო. არ მე არა ვარ ეხა სახლში და გიორგი მეიღებდა რა. მერე დამირეკე. ო. აი, ბაგა. ო. ისე ათეთრიანი არ გაქვს? ათეთრიანი? ამასაც წიხლები რო ურტყა მაინც არ წავა. მაინც რა ვცადოთ ჩვენი რამიდის. გახსნათ კარები? ათეთრიანი გინდა? კი. სად შევაგდოთ მე? არა, სადმე. არა, ეს უფასო ლიფტია რაც. და მაშინ კარები გავხსნათ. ახლა კაცი ხარ 90 წლამდე კუნთები რაღაცა. მე ზევიდან ჩამოვედი. მე არა შენადიოდი, მე ჩავდიოდი. მე ზევიდან კრიშიდან ჩამოვედი. კრიშიდან ჩამოვედი. არ მაინდა გახსნე ახლა კარები. ეს იხსნება. სინაზის ხოთაშორის შევთავაზდი და იმანაც არ გახსნა. რა ტიპის ხალხი ხარ? მე რო ბიჭი ვიყო, ეგრევე გავხსნიდი. მე ვიცი. რას ისვენე? მაშინ დაჯექი და დაისვენე. არა, რატომ მე რო დგავარ, მაინც ვისვენებ. კაი, შევლაპარაკო მაშინ ისვენე? კი. კაი, ოკეი. ოკეი. ხო და გერმანიაზე ორი სიტყვა რა ვთქვა არ შეიძლება რა. კი ბატონო თქვი. აი, გერმანიის ნაკრების დედებს შეუარე ჰამერით. დღეს რუადექი, აი გეტყვი ახლა ზუსტად ჩენი ესა დღეს განრიგი როგორ. დღეს ძიმე დღეა. ძიმე დღე კი არა. აი როგორც კი გაიღვიძე რა თქვი იცი. დღეს ორ სიტყვაში ერთხელ უნდა ვიგინო. შევიგინო. ეხა მე შევიგინე? გამოვარე დედებს იმას ქენი ამას. ამერით შეუარე რა. აი ესე გადაუარე რა. რატო ვერ გავიგე? იმიტომ. ყველას აქვს უფლება გაიმარჯოს და წააგოს. წავაგე და იმიტომ. წააგე რამდენი? რამდენი? თანხა ინტიმურია. იცი როგორ მიხარია ხალხი რო აგებს? იცი რატო? ჭკუას სწავლობს. ვიცი. რა საჭიროა რო ის არა ქვია იმას აქნან? ჭკუას კი არ სწავლობენ, უფრო და უფრო Excel-ში ებმევიან. და მერე ცუდია მერე, კარგია? თამაში საერთოდ საშინელება მით უმეტეს იმის რა. აზარტია რა. აზარტი, ხო, მაგას ვამბობ თორე, ხა ისე თამაში დაჯექი და ითამაში. უპავს აბა რა. მე კარტის თამაშსაც ვერ ვიტან ისე მის. მე ჩემი ცხოვრების როგორ გითხრა რა, ჩემი ცხოვრებიდან კარტი არის როგორი ამოღებული, იცი? ყადაღარა დადებს კარტს. თუ კარტი ამოიღე, ის კარგია? სულ კი არ ვთამაშობ. პრინციპში გერმანიამ დამღუპა, იმიტომ რომ არგენტინა რო გააგდო. და რამდენი წააგე? თანხა ინტიმურია. საგინებლად ღირს მაგ თანხაში რა, გერმანელი და მინა ღირს. მითხარი და მე შევიგინე. დაგეხმარები თუგი. აუ, იმდენი ვაგინე, იმდენი რომ წარმოვიდგენია. გერმანიის ბალეშიკები ალბათ შემიძულებდნენ, მაგრამ რა ვქნა, ფული წამოგებინეს რა. მე აზრზე. მარტო მე მაგათაც წავაგებინეს უეჭველი ვიცი რა. დედა. აх, მაგათი. ინგლისმაც ხო წააგო მე რა. ო, ინგლისი მე ზიზღება რა. აგრესიული ადამიანია. სანამ ახალ გერმანია გესხება.
ინგლისი გეზიზღება. რა ქვია? იტალიაც რაღაცა გეზიზღება. იტალია ცისკარების გუნდია. აი, ის რა ქვია? კიდე რვინ დარჩა? გერმანია მეზიზღება. გერმანია გავიგეთ რო გეზიზღება. ხო, 6-3 საკმარისია. დედა. რამდენი წელს ხარ გავიგეთ? განა ხალხი მეზიზღება, აი მაგათი ნაკრები მეზიზღება რა. ბიჭო, შეიძლება ამდენი წელს ადამიანს ეზიზღებოდეს რა ქვია? ამდენი რაღაცა. ჯერ ახალგაზრდა ვარ და არაფერს არ მალავ, როდესაც ვფიქრობ. პირდაპირი ვარ. ცოტა ხანში ეგრევე შენც მეზიზღები გაეტრი. აი რა. ეროსი. ხო. აუ ეროსი არის კაცი ლეგენდა კი არა, ფანტასტიკა კაცი. დოდო აბაშიძე არ გიყვარს? კი მიყვარს, მაგრამ ეხა ეროსი არის უფრო იუმორისტული და უფრო აი რაღაც ხუმრობა ადამიანი. მე მაგისნაირი იუმორის კაცი მე არ მინახია რა. აჰა. ამით ჩემო ლაშა. აი ფერებს გამოდის, რომელიც ჩვენ გვანიჭებს სიცოცხლეს და ხალის გვანიჭებს. ჩაუ. ხო? უფ, გაიხარე, გენასწორე, კაი იყო, ვერაფერს იყო. მე მეც ვეღარ დავლევ. ეგრე ხორუმი და ხორუმზე აქ ვიღაცა უნდა ჩამოვაგდე. რაო? ეგ ხორუმი ვიცი მე. რა არის? ყანწი გავტეხე. შენ საყვარელი კომპოზიტორი ვინ არის? ბახი, კი არა, პირველი ბეთჰოვენი, მერე შოპენი. ბეთჰოვენის რომელი? ბეთჰოვენის თვარის სონატა. სხვა შორს ძალიან გააფუჭეს და იმდენად ვინ გააფუჭა გას? გააფუჭეს კი არა, აი არ მიყვარს მასიური რო ხდება რაღაცა რა. მაგას იმდენი კაი შესრულება აქვს. არა, კი, მაგრამ მე ვიცახი რომ უკვე აი ზედმეტად ის გახადეს და შემსრულებლები ხო ასე ხარ? შემსრულებლები, იცი ხალხი. და რომელი უფრო გიყვარს შენ? რომელი შესრულებით? ბეთჰოვენს მაგრა ასრულებს ესა რიხტერი. გერმანელი. რა სიზავე ხა? თურმე ყვარელი. არა, შეიძლება გერმანელი კი არა ის არის, რა ქვია. რა ქვია? ავსტრიელი? ურია, ხო იცი? ეგენი ვაფშე გიჟები არიან რა. ხატრობიდან ვინ გიყვარს? ნუ უპირობოდ რაფაელი. ლეონარდო. რაფაელი კაია, მაგრამ უფრო კარგი. აუ რა გამისწორდა ახლა რომ ეგეთი ადამიანი ხარ რა. კაია მერე. რომ ხატრობას აფასებ, მუსიკას აფასებ. რაფაელი კარგია, მაგრამ რა ქონდა, იცი, ცუდი, მაგრამ ამავე დროს კარგიც ქონდა. ვის ქონდა ცუდი ლოგო? არა, ცუდი კი არ ქონდა. ძირთადად აკეთებდა ასლების პონჩი აკეთებდა რა ეგ. მაგრამ ის იაკეთებდა რომ წუს ვერავინ. რამდენი მადონაა იცი და ჭკვიანი იყო. რამდენი მადონაა იცი და ხატული? მაგარია ძალიან, მადონებიც კარგია და. არა, რამდენი აქვს იცი? იცი. ზუსტად რაოდენობა არ ვიცი. 1000-ზე მეტი აქვს და ხატული აზიმოტი რა. ხო და ყველასგან იღებდა პროსტა ლეონარდოსგანაც და მიქელანჯელოსგან. მაგრა იღებდა და ვერავინ ვერაფერს უებნეოდა და ეგ იყო მაგარი. არა ადამიანური სილამაზე აქვს რა. მაგრამ მე ყველაზე მეტად ლეონარდო უფრო მიწიერია, უფრო. ლეონარდო იმიტომ მიყვარს, რომ აი რაღაცა ის იყო რა, მიქელანჯელოც მიყვარს, მაგრამ ცოტა ის ქედმაღალი იყო და რაღაცა ის. მიქელანჯელო? კი. ეგ არა, ლეონარდოსო და მიქელანჯელო შორის მის დღემში ის იყო რა. შენ გეშლება ახლა. არაფერი არ მეშლება. მიქელანჯელო არის. ლეონარდო, მიქელანჯელო იყო ახალგაზრდა. ესე იგი სიამაყის განსახიერება რა. ლეონარდო და მიქელანჯელოს დროს, ხო? მაგ პერიოდში. მიქელანჯელო. აზე ხარა რა მაგარი პაროდა იყო? ლეონარდო, მიქელანჯელო და რაფაელი, აი ხო და ერთ ადგილას, ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ, წარმოიდგინე და კულტურას ქმნიან რა. აუ სასწაულია რა. რაფაელს თავისი არ გაუკეთებია. რას ლაპარაკობ? თავისი ის გააკეთა, რომ აი ლეონარდოს და მიქელანჯელოსი და დანარჩენების, ხო? აი თავისებური ხედვით დახატა და გააკეთა. აი გააკეთა და ეგ იყო მაგისი ძლიერი, ყველაზე მეტად. არაჩი, მე აქეთ წამოვიდეთ ცოტა აქეთ. მაქსიმუმს გამოვცდეთ. შუა საუკუნეები. და ვინ გიყვარს? ველასკესი, გოია. მე უფრო ძველები მიყვარს. ეგენი? ნუ ეხა ეგენი გეუბნები ეს სამი არიან, ეს ვაფშე სულ ზევით. ეს ამას თავი დაან. ჩემთვის ზევითაც არიან და ვაფშე არიან. ხო და გეუბნები ეგენი კულმინაცია არიან. თანამედროვე
ანუ თანამედროვე კი არა პიკასო და ეგეთი მიმდინარეობები. ეგ ტვინი შერყეული იყო. ეგ პიკასოს და დალი იყო საერთოდ. დალი ვაფშე. დალის თავში ტვინი არ მქონდა საერთოდ. ძლიერი იყო. ძალიან ძლიერი, მაგრამ ძალიან მძიმეა უბრალოდ. აბსტრაგიური იყო რა. ზედმეტად მძიმეა, რამოდენი მინახა. მე მაგალითად რო ვთქვა, ძალიან მაგრამ მოუწოს მეთქი არა, აი ზედმეტად მძიმეა. მაგარი არა, ძალიან მაგარი მხატვარია. ოღონ აი აშკარად ფსიქოლოგიურად არის შერყეული. თან ისე კი არა ძალიან ყოფილიყო ვერც დახატავდა. მაგას ვერც დახატავდა. არა, მომისმენ, მე გეუბნები ფიგურების ფლობა, იქ კომპოზიციის განლაგება, ფერები, ყველაფერი, მაგრამ თვითონ შინაარსობრივად ფსიქოლოგია იყო დანგრეული საერთოდ. თავი იყო აი აქ კონცეისი სიმახინჯე. პიკასოც საერთოდ კერდის თავის ადგილას ხონდა, მაგრამ სიმახინჯეს ხატავდა, მაგრამ კლასიკ უნდა და ფსიქოლოგიურადაც, მაგრამ რა იყო, იცი, თან იცოდნენ რა, რასაც ხატა, მარტო აი კუნთს ხატავდნენ და იცოდნენ ეს კუნთი როგორი ხატა, იმიტომ რომ გვამებს კუნთი. მაგას გეუბნები, ფიგურები არა სასწაული, აბა. ეხა ვერანაირად ჯერთიც ხა მე ვერ შევადარებ მაგას თავს, მაგრამ როგორია რომ ხა შეხვიდე, გვამი გაკვეთო და დააკვირდე ყველაფერს. მაგას ლეონარდო აკეთებდა. ხო. მაგიტომაც იყო მაგარი. მარტო მაგაში კი არა, ყველაფერში იყო მაგარი ეკაცი რა. ლეონარდო უპეყურეს მოედო საერთოდ. და რაც დაიწყო კიდე ძალიან. ნუ ერთ სიტყვით მხატვრობა იქით იყოს, ეხლა სხვა თემებს შევახვდ. ეხლა მუსიკას რას ვუყურებთ? ისე. ზოგადად. კლასიკას, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა. კიდე 1000 ერთხელ თუ იმას შევეხები ხოლმე. სადმე თუ მოხდები რა. ანუ აი მარტო როცა რჩები, სულ კლასიკა გაჩართული. ძალიან კარგია. უეჭველი. მიგვირს. გემოვნებას ხვეწავ. ეს იგი შენ უფრო ძალიან სერიოზულად და რაღაც. მართლა ძალიან კარგია. აუ მაგარია, აბა. ბრავო, ვერაფერს ვიტყვი. და თუ სადმე მოხვდები რას? თუ სადმე მოხვდები, ხა იქ არ ვიწყებ. ბეთჰოვენი ჩამივირთეთ და ვახი. ისურელია ხა მეტყობა, ეგეთ შერეკილი რო ვარ. სადაც მიდიხარ შენი ქუდიმა დაიხურე. არა, კი, მაგრამ მაინც აი კონკრეტულად. მაგრამ გააჩნია რა შემთხვევაში მაინც. ანუ მაინც ეს იგი კლასიკა, ძალიან კარგი. მე მარტო კლასიკა, რა თქმა უნდა, კლასიკა უპირველესი მაგრამ. სადმე თუ მოხვდები კაფე, რამე ბარი, მაგაცები, აქალები, რაღაცა იქ კლასიკის რემიქსები თუ მოგზონს. არა, საშინელებაა. მე ცოტანა არა მაგ. ეგარი ბუტაფორია იმენა რა. ძალიან ისია რა, აი რაღაცა. აი ყურს როცა გაკმოსმენ რაღაც და ამ დროს რაღაც აი საშინელ ხდება. ბეთჰოვენი საფლავში ტრიალებს, მაგრამ ეგეთი არა, ბეთჰოვენს ვერაფერს ვერ აკადრებენ ეს თავის თავს აკადრებენ ეს. ფიროსმანი თუ მოგწონს? ფიროსმანი მომწონს, მაგრამ აი შედარებით, აი რო ვთქვა შედარებით. არა, შედარება არც გააკეთო საერთოდ. ეს სხვა რაღაცა, ის სხვა რაღაცა. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე გეუბნები, აი როგორ რაღაც იცი, აი ქართველებინა რა? ქართველებიდან. ვიცი, ისე აქტუალებული არავისგან არ ვარ. ანუ არ გიყვარს გალერეები და ეგეთი გამოფენები და მუზეუმები, ქაროსლა და ეგეთი. კი, დავდივარ, მაგრამ აქტუალება არ არის რა, არა, ნუ რა ვქნა, არა, აი როცა ვიცი იქ ლეონარდო, რაფაელი ის ხო, მაგრამ შედარებითია ყველაფერი, შედარებით კი არა, უფრო სწორად. ხო და შედარებითიც რო არის, იმიტომ გეუბნები, ესე იგი წარმოვიდგინე რომ ეს რაღაც ნაღები, ნანახი აქვს, შენშია ეს ნაღები და უცბად ხედავ რაღაცა დაბიო ნახა, აი არა, მე არ ვობ ხა ეს იმისთან კი არ გავასწორე ეს უყო, უბრალოდ რაღაცას ხედავ და აიღო ვიღაცამ ფუნჯი ჩააწო ფერებში და მიაწუწა კედელს რა და ეს ჩემი ხელოვნებაა იძახის. არა, არის რაღაცები, რასაც მაგასაც თავის შეადარე რა, პროსტა რა, შეადარე. მაგასაც თავის სახელი აქვს. ნუ ეგ უფრო შეიძლება იყოს. არის ახლა ძირითადად გამოფენები რო კეთდება ხოლმე, რაღაც ავეჯის კი არა და სახლის გასაფორმებლად რო კეთდება ის ნახატები. მე მაგაზე გელაპარაკები, მე გეუბნები მხატვრობაზე. შეწუწებით ვინ არია? ჯეკპოტი 50. უყურე, მხეცები რა, უყურე რა. მაგას დაუჩხაპნია. ჩამოხეული რო არ არის. მიკვიდეს მანქანა რო არ ამოჭრეს. მოდი ჩამოვხილოთ. არ გინდა? რა, შენ გონი მცდელობა არისო შეხედე, ქონია მცდელობა. არა, მე რა თმინდა კაცო, просто იქით აღნიშნე რომ ხეცები ჩემოდიან მეთქი თუ რა არის. მიყავდათ და. გითმენ როგორ ეხლა რა? გითმენ, ხო, გითმენ. ამდენ გითმენ. ლეონარდოს ხო პატივსცემ. კი რა. მოდი რა ეს მოგხატავ რა. ვაიმე, ლეონარდოს სცემ და შენ ლეონარდოს არ გავხარ აშკარად. შანსები მაქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის, იმდენად, რამდენადაც
მეორე ადამიანს, ჩემს პარტნიორს აქვს იგივე შანსები. არ ვიტყვი ახლა მე მაგალითად, რომ აუცილებლად მე უნდა დამიჭიროს ხალხმა მხარი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხალხი მხარს დამიჭერს და შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი ნამდვილად არ ვიცი მაქვს თუ არა, ეს უკვე მაყურებელზეა დამოკიდებული. ყველას თავისი მაყურებელი ყავს ყველა სიტუაციას და ასე რომ არ ფიქრობ, რომ შეიძლება ხალხმა მხარი არ დამიჭიროს, ან დამიჭიროს. ორივე სიტუაცია დასაშვებია ჩემთვის.